ალბათონებო და ბატონებო, ახლა კი ნება მომეცით დღევანდელი საღამოს კულმინაცია წარმოგიდგინოთ. დღის მთავარი ბრძოლა, ორი გამოცდილი მებრძოლი ერთმანეთში ერკინება. წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან კრივს 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში. რინგის ლურჯ კუთხეში მოკრივე გორიდან ნუკრი გამგებელი. Shadows part where I walk, no echo in my step. Eyes ahead, jaw locked. This path was mine to wreck. You hear that? Yeah. That's your time running now, feel that? Ground shaking when I shout. You ready? Let's go. No fear in my blood. Ისწინოცინა აღმდეგე რინგის წითელ კუთხეში მოკრივე თბილისიდან ბექამ ურჯიკნელი. They whisper names behind my back, but silence screams when I attack. Just like verdicts, clean and true. What's left of you? You ready? Let's go. No fear in my blood. Champion, one shot, one moment high on this crown. Breathe in, breathe out, last out. Dies now. Dies now. Let's go. No fear in my მაშასე მეგობრებო, დასკვნითი ორთაბრძოლა 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიან მსოფლიოს სარეიტინგო დაპირისპირებაში ერთმანეთის პირისპირ ჩვენ ვიხილავთ ძალიან გამოცდილ მოკრივეებს. ნუკრი გამგებელი გორიდან და ბექამ მურჯიკნელი თბილისიდან. ნუკრი გამგებელი ამჯერად ვარჯიშობს ცხნელ ვლადიმერ ჯანეზაშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა ყველა მეცის რომ ვარიანის კრივის სკოლაში იაკობახიძის აღზრდილია. რაც შეეხება ბექამ მურჯიკნელს, ისიც ერთ-ერთი ძალიან გამოცდილი მოკრივე გახლავთ. არაერთი ორთაბრძოლა აქვს ორივე მათგანს გამართული საქართველოში, საზღვარგარეთაც. ბევრის მნახველი მოკრივეები არიან. ბექამ მურჯიკნელს ჰქონდა გარკვეული პაუზა კარიერაში. დაახლოებით 1 წელია თუ არ ვცდები, რაც არ უბრძოლია. დაუბრუნდა პროფესიონალური კრივის რინგს და ვნახოთ ვინ აჯობებს ამ დაპირისპირებაში. კარგი იყო ბექამ მურჯიკნელის შეტევა, ზუსტი იყო. გამგებელი ცდილობს იაქტიუროს, თუმცა დაცვაში იღებს მის დარტყმებს მურჯიკნელი. გამოცდილი მოკრივეები არიან, ადვილად არც ერთი მათგანი არაფერს არ დათმობს ამ დაპირისპირებაში.
კარგად იმოქმედა მურჯიკნელმა კიდევ ერთხელ. და რაუნდის ბოლოს აქტიური გაცვლება. საინტერესო რაუნდი იყო. გამოცდილი მოკრივეები არიან, არ ჩქარობენ. შემდეგ რაუნდებში დარწმუნებული ვარ მოუმატებენ როგორც ერთი ისე მეორე მათგანი. მეორე რაუნდი ამასობაში ნახოთ კიდევ უფრო უნდა მოუმატონ წესით მეორე რაუნდიდან მოკრივეებმა. აი ესე გამგებელი წინა ხელით იწყებს. მურჯიკნელიც პასუხობს, კარგი დარტყმები გაცვალეს. შეტევაზეა გამგებელი. ბექა მურჯიკნელი ცდილობს პირველ ნომრად მუშაობას. ახლო ბრძოლა. მუშაობა ისე მურჯიკნელი უფრო აქტიურობს ახლო ბრძოლაშიც. კარგი იყო კлау მურჯიკნელი. კარგი აპერკოტი ახლა უკვე გამგებელი შესრულებით. კარგი იყო რაუნდის ბოლოს. გააქტიურდნენ მოკრივეები. კიდევ ერთხელ გაცვალეს კარგი დარტყმები. Shaking when I shout. One shot, one moment. On this group, but silent screams when I attack. It's like verdicts, clean and true. What is left of you? Shotgun, one shot, one moment. I own this ground.
out, guys. Let's go. No fear in my blood. Shotgun, one shot, one moment. მესამე რაუნდია, მოკრივეებმა აქ უკვე უნდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება სცადონ, საკმაოდ აქტიურად იწყებენ, სწორედ ამიტომაც აი, ნახეთ, კარგი გაცვლები იყო. გააქტიურდნენ ორივე მათგანი. გააქტიურდა ორივე მათგანი, ასეც არის. გამოცდილმა მოკრივეებმა იციან, რომ რაც უფრო ემატება რაუნდები, უფრო და უფრო უნდა მოუმატონ აქტიურობას, არა თუ მოუკლონ. ამას ვხედავთ ამ შემთხვევაშიც. შეხტომით დარტყმას ცდილობდა მურჯიკნელი, მაგრამ გაუცდა. თუმცა აი ახლა უკვე მარჯვენა კარგი გაუტარა ბექა მურჯიკნელმა მეტოქეს. მე უცხოეთში ყოფილა როგორც ერთის ისე მეორე სეკუნდანტი და მინდა ვთქვა რომ მართლაც ძალიან კარგი მოკრივეები არიან. სწორედ ამიტომაც აქტიურდან უკრი გამგებელი. არაფრის დათმობას არ აპირებს, რა თქმა უნდა. კვლავ შეტევაზეა გამგებელი. მუცელში მიაყენა დარტყმა. კვლავ აქტიურობა რაუნდის ბოლოს. და დასრულდა ასე მესამე რაუნდიც. Shadows part where I walk. No echo in my step. As I hit your love. კვლავ აქტიურად დაიწყეს მეოთხე რაუნდი. ხედავთ და ნოკდაუნი. უნდა რომ დაასრულოს გამგებელმა ეს ორთაბრძოლა.
აქტიური ბრძოლა, ნამდვილი ჩეხვა წავიდა. თავის მხრივ უკვე მურჯიკნელმაც ნოკაუტზე უნდა იმუშაოს, თუ გამარჯვება უნდა. და გამგებელი კი აპირებს რომ დაასრულოს ვადაზე ადრე ეს ოქთაბრძოლა. კარგი იყო მურჯიკნელი. ფეხი აუცურდათ მოკრივეებს. აქტიურობენ, კარგი დარტყმები იყო. ცოტა დრო რჩება რაუნდის დასრულებამდე. აქტიურობა ასაჭირო. აი, კარგი დარტყმა იყო კიდევ ერთი. თუმცა გამგებელი პასუხობს და სველი რინგი თავისას აკეთებს. აი, ასეთ ომში დასრულდა ეს რაუნდიც. გამოცდილმა მოკრივეებმა საინტერესო ორთაბრძოლა შემოგთავაზეს. ნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული. ამით დასრულდა ჩვენი ორთაბრძოლები. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი ბოქსინგ გრუპ პრომოუშენთან ერთად კი აგრძელებს საკრივო ორთაბრძოლების ორგანიზებას. გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად ბოქსინგ ჯორჯია. ჩვენი Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო ბოქსინგ გრუპ პრომოუშენის Facebook-ის გვერდი, სადაც გელით უამრავი საინტერესო მასალა და გაიგებთ ინფორმაციებს მომავალი შოუების შესახებ. ჩვენთან ერთად მუშაობდნენ ლევან ქერდიხოშვილი და თეონა ფიროსმანაშვილი. ისურვებთ წარმატებებს. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან. Trenches. One person luck, 99 breath, 98 breath, 0 shortcuts, all the hours I've spent. Pashase. 4 რაუნდი შემდეგ გაგაცნობთ საჭთა გადაწყვეტილებას ქულების მიხედვით. ქულები ასე გადანაწილდა: 40-26, 39-38, 27-29. დაპირისპირებაში გაიმარჯვა ნუკრი გამგებელი. Chase the fame because legacy isn't shouted, it's built in the dark. ბატონებო, ხევანდელი კრივის საღამო ამით დასრულებული არის. მადლობას მოგახსენებთ მხურვალე გულშემატკივრობისთვის. მადლობას ვუხდით კლავ სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისთვის. სპორტსმენებს კი ვილოცავთ წარმატებულ გამოსვლებს.
თვალი გვადევნეთ Facebook და Instagram გვერდზე კრივის სამყარო, სადაც ნახავთ ყველა საინტერესო ინფორმაციას. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. Remember the name.